საღამოშიტობის მეგობრებო, აქ ალბათო მარიამმა გადაწყვიტა, რომ ტანვარჯიშით დაკავებულიყო ბიცოლა ჩემთან, სადაც ფაქტობრივად გაიზარდა, როგორც მარიამი ამბობს მანანა ბებოსთან. აქ გიხსნიდათ, როგორ ჩდება შპაკატში, უბრალოდ ტელევიზორი იყო ჩართული და რომ არ დამებლოკოს ვიდეო, ამიტომ მე გავახმოვანე. ეს გერგოს კაბა ვერ მოვიშორეთ ცხოვრებიდან. აქ ბალეტის მოძრაობებს იწყებს, ოღონდ ეს არ ვიცი რომელი მოძრაობებია კონკრეტულად, მაგრამ თავად ასე თulis. სხვათა შორის შპაკატში კარგად ჩდება და ცერი აქვს ძალიან ძლიერი. ხო, აქ დაიღო არა ესე იგი, ყველანაირად გაჩვენებდათ რას და როგორ აკეთებს, აქ ჩაჯდომებს აკეთებს. ბალეტზე რომ ყავდა, იქ ისწავლა. ძალიან იშვიათია, რომ მე მომინდეს დოშირაკი ანაკომი, ან აი საერთოდ მსგავსი რომელიმე რომ მომინდეს. აი ყველა მიცის რომ დიდათ მე არა აი დაფეთებები არ ჭირს ხოლმე, მაგრამ არ ვიცი რატო, მაგრამ მოდი ეს უნდა მოვამზადო, ჯერ არა, ოღონდ ჯერ მამას უნდა შევუწვათ კვერცხი და ეს საქონლის ხოსის კოკეტი შევინახოთ იმისათვის, რომ ორ შაბათს მეგობრებო არის დიდი დღე, იწყება ჩემი სრული სამსახურის განაკვეთი, ამიტომ უნდა იმას ვქნათ, ამასობაში პომიდორი უნდა გავრეცხოთ და მამას შევუწვათ კვერცხი. ასე გრანდიოზულად აღნიშნოთ ეს ამბავი. რაიმე ხალხო, 3 დღეა ასე უთამოყვაროდ დაგორავს ეს ის რა ქვია საზამთრო სახლში. ამასობაში გამოვცვალოთ ჩემი მანიაკალური მიდრეკილები, კი იცით. რა დაგაკეთო ახლა, მიჩვენე ბული ფული ხარჯო და მალმალე, აი აქ რატო ვეჯებ ჯამს, როცა ვიცი რომ აქეთ მაქვს. ანუ მე მგონი სულ გავაფრინე. სულ გავაფრინე, ხანდახან მე მგონი მეწვავ. რაღაცა ესე იგი დღეს დილიდან კი არა ღამიდან, აი ღამე უცებ რაღაცის სუნი მეცა ხალხო, ვერ გავიგე რისი სუნი იდგა სახლში, კიდევ გადავირიე. აბა გამოხვეტა და აბა გამოწმენდა და ძირიფესვი, რა ვიცი, ყველაფერი ვერ გავიგე. საიდან მოდიოდა ეს სასოწარკვეთილება? მე რა ნუ ხა გავანიავე სახლე მეთქი შევა ნუ რაღაცა რა არ ვიცი. ვა, კაცო, დილით ვიღვიძებ. ვისთან? ნენე სოფელში წასულა საყვარელო. ვიღვიძებ გოგოებო დღეს. გრძნობ რომ კიდევ დგას ეს სუნი რა. ინამ გავქიშდი კაცო, რა არის ეს ხა გავიტანე ის რაც ნუ აი არაფერი ისეთი არ მქონდა რა. რომ იმას ქნილიყო რა ქვია. მე მეგონა რომ არაფერი ისეთი არ მქონდა. აქ რა არის ეს გუსი თუ რაღაცა. ხო და ის იყო რა ქვია. უცებ გამახსენდა გოგოებო რომ ქათმის კანი ანუ გადავაცალე და ის იდო ნაგვის ურნაში, ნუ ცელოფანში იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ხო და იმას ქონდა ეს მძაფრი სუნი. ხო და ის არის, რა ქვია, კინაღამ გადავირიე. ეგრევე წამოვხტია, ამოვიღე. ვიხოთ ის რომ ცელოფანში მქონდა, ხო, ის გავრეცხე მთელი ნაგვის ურნა ისის და დავაყე ყველაფერი სახლში რამდენი პანჯერზე კარიც იყო და გასახა სისუფთავის სუნი, მაგრამ აი თქვენ ჩემი სახე წარმოიდგინეთ, რო დავსდებდი ნეტა რა იყო. ანუ სულ სხვა იდეაში, სულ სხვა თითქოს სხვა იმიდან მცემდა ეს სუნი და ცოტა არ იყოს ვერ მივხვდი, თორემ აი არა. ინაღამ ვაიმე მიშველეთ, ინაღამ ტელეფონი გადავაგდე. ხო და ვაიმე დიდი ბალონი მაქვს გოგოებო და უნდა გადავიტანო პატარაში, იმიტომ რომ ვაიმე საჩემიზე ხალხო, ვაიმე რამდენზეთი ჩავწე. რა ხდება მარიამ? წყალი გივედე? ხო და შევწვათ ამასობაში ჭურჭელი მაქვს ამოსალაგებელი, ბევრი რაღაცები დავახარისხე, რაღაცები დავალაგე და
ჩავყარე პირდაპირ იმაში, რა ქვია. აგერ ხედავთ აქ მილაგია კიდე. ხო და მაგრამ ჯერ მინდა გოგოებო რომ ის მივირთვა, ნუ აი რავი, რატომ მოთხოვა ხა. ორგანიზმა ცოტა კი ვერ გავიგება. აი ეგეთი უცნაურია ადამიანის ორგანიზმი. რა ხდება დედა, მე მგონა ვიღაცა აკაკუნებდა შვილო, თურმე შენ კაკუნო ხა გამწარებული. დავადგათ წყალი. მანამდე ჩვენი კვერცხი ჩავათხლიშოთ ტაფას, უოლა. მანამდე ჩვენ პომიდორი გავრეცხოთ, ერთი ცალი დაბუჭრათ მამას თავის ყველთან ერთად. ხოდა ავაწოდოთ. რაიმე ხალხო ისე ცხელა, დედაც გეფიცებით. ისე ცხელა, რომ აღარ უნდა ჩემ ოჯახში წერობს არაფერი ისეთი, რაც უნდა გაცხელდეს და ეგეთი საკო. არაფერი არ უნდა. მარტო ითხოვენ სალატს, ყველს და დამთავრდა მაგათი მენიუ. ანუ არც ერთს აღარ უნდა არაფრის ჭამად. რა გავაკეთოთ? სულ იმას ვერ ვაჭრობ, რა ქვია, ატვირთ პომიდორს და ყველს. რაღაცა ხომ მიირთვა საკვები. არ უნდა არაფერი. მითხარი, არ გინდათ? კარგად იყავით. მიირთვით? მოწმიდეთ. მე აქ ვაკეთო და ბოლოს ვასხა საჭმელები, ეგრე სად არის? რომელი ერთი საკვები ღირს ახლა დაბალი ფასი, რომ თქვა რომ ანუ ხო? მოთხარი ყრი ამ საჭმელებს უგზო უყლოთ. ყრი, კაცო, მე მენანება, ჯერთი მენანება ჰაერში, ცაში, ნაგავში გადაყრილი ფული და მე მენანება ჩემი შრომა. კაცო, მე ვიცი ხო შრომობ, წვალობ, ვაკეთებ ასადილს. კარგავ დროს, გარდა იმისა, რასაც სხვა რამეს დავუშმოვ დრო სადილების კეთებაში ხდება სული ამ სიცხეში. და მე მოგიბრუნდები რატო აკეთებდი, კაცო, არ მინდა ჩვენ ეგო. დედა, ორი კურთხე შევწვიდა, რა მხელები გახდა. ხომ შვიდობა. ხომ შვიდობა. ნამეტანი კაი კუსკუსები გახდა. ვაი მე დედა დამეწვათითები. ასე. ხო და მე რაღაცად მებრაზება რა, რატომ აკეთებინებ შვილო? მე მგონი კაცო, ვინ იკაცალებს რომ ვაკეთებ? კი არა ვინ მაძალებს, მაგრამ სახში კაცო, რატო ყანყალებს შვილო? ხო და გააკეთო რამე. მაგრამ სულ კვერცხს და პომიდორს გვარ შეჭამო ხარ. ამანე მომთავია. თუ არ უნდათ ახაც გავაკეთებ. მორჩი. მენიუ კვერცხი, პომიდორი, კიდრი, ყვები დამთავრდა. არც მე არ ვიწვალებ. მაინც აჭამენ, რისთვის ვიწვალო ხო ვიცით. რაც ლამადგია. კარგი დავუჭროთ მამას პომიდორი. ხო და მე ვჩხუბობ გამეტებით. მე ვაკეთებ, თქვენ არაფერს არ ჭამთ. ნერვია კაცო, ვინ გაძალებს, ვინ ვაკეთებ. კითხეო, არ მიდა ვიჟი დიზავრა ქვია. მიად ხორციანი, ფაში დაუ. და მე კიდევ კიდე სიმწრით. ამას დავუმატოთ ყბელი. ის რატო აპირე ახლა ჯერ არ მინდა. დავუმატოთ. ყბელი, რომელიც კონტეინერში გვაქვს შენახული. ნაშვებიდე, რაღაცა ძალიან მიჩუმათებული ხარ და არ მომწონს შვილო ეგ შენი სიჩუმე. არ მომწონს, ასე. შევაბრუნოთ უკან ჩვენი ყველი. აი მე რა სიმღერა მოვიჩემე გითხრათ. რატო ამოვიჩემე, კაცმა არ იცის. რა მინდა საერთოდ ამ სიმღერასთან. ის რო არის. მოღალატე. უჩიში რამ დავიყიდო? რატო? აი რაღაცა რომ ვიალექს. საცხით უჩის? ხო. კი ბატონო. იყიდე შვილო.
შედგება ორი ნაწილისგან. კი ბატონო დედა. რაც გინდა იყიდე. მოდი. ვაიმე, ჯამი ვეღარ გადმოვიღე. აი. ეს აღაწოდოთ. მე ამას არ ვამტურებ გოგოებო, ეგრევე, ჩემთვის უმინა მარტო. იმის მიწკრიალებული სახლი მეთქე. სუცერს დამეყარა, ეხლა რა არის ეს უნდა მოვსო. ას. ეს არ წაიკიდო, აქედან მოვიღოთ. ეს რა არის? მე არ მიყვარს ხოლმე მაინც რაღაც სუნელები და რაღაცებით რომ ვუკეთებ. ეხლა კარგი არ ამგონია იყოს. უბრალოდ ზეთი როა, ზეთი. იმას მე არ ვუკეთებ. თუ ზეთიურები არ არის საოს მე იმზეც არ ვუკეთებ. მაგრამ თავისი რაც სუნელები რო აქვს ხოლმე, რა ვიცი, ხა ცუდი გემო არა აქვს ხოლმე და ვუკეთებ. ან რა თმიდა ხა ესა წამლავი, მაგრამ აბა რა ვიცი. მზად გვაქვს. ამასობაში წყალიც მზად გვაქვს და მოდი ზედა შემომესხა შვილო. შვილო რა გაქვს? მიშველეთ. ამასობაში ჩემო გოგოებო მე უკვე ანაბარზე ტელეფონისათვის მაქვს 630 ლარი შეგროვებული. აი ვებრძვი. რავი თუ არ გინდა, ნუ გინდა დედიკო დაანებე თავი. ვებრძვი ჩემ თავს რო უკვე არ გამოვიტანო და ძალიან მებრძვის ყველა რო თავი შევიკავი ნოემბრამდე. და ჩემი მულიშვილი ძალიან ჩართულია ამ ამბავში რომ არ ვეცე და ახლა არ გამოვიტანო, იმიტომ რომ მოძვირია ახლა. ხო და ბარემო დაელოდეო კაცო ფასდაკლებასო და ნოემბერში ხო იცით ფასდაკლებებია ხოლმე და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდებში და ის ცოტაც რო დააკლდეს კარგია, მე რადგან განავდებით გამომოქვს, მე ხო კიდე დაემატება განავდება და ამიტომ დღესაც მეთქი უკვე ვეღარებით. მე მეთქი ახარ შეფიცლია. ხარი, აი იმას ვეღარ ვიტანი, ხარი კაცო. გამოსახულება რო კარგი არ არის, ფოტოს რო კარგს ისეც ვერ ვიღებ. რა არის დედა რა? რა გინდა? ერთი წუთი, სამი რა არის შვილო? აი მე ეს არის ფარდა, მოიცა ცხოვრამე დაყავ. არა, მე გავიგე რომ მიირთვა, მაგრამ სამი რა არის? ანუ არ ვიცი რომ მიირთვა. всё. კაი. ხლოპია უნდა 3, ანუ ეს გამოჩემება ახლა მე კი ვერ გავიგე, მაგრამ მოდი 3 რა არის დავყაროთ 8-9, რა ვიცი. ხოდა 400 ღირს ახლა დიდი მიმით რო იყოს. ხოდა Samsung-ის ბოლო. ხაობა. აი მე 4 ჯანდაბას. არ ვიცი რომ მოვითმენ თუ არა სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი დღეს კიდე გადავიფიქრე. ეხა იქამდე კიდე შევაგროვებ. ნუ სრულად რომ ნოემბრამდე 1000 ლარი შევაგროვო სრულად, ეგეც ძალიან წამადგება. იმ ხრივ წამადგება რომ კიდე ერთი 200 ლარი რო დააკლდეს. 200 ცოტაა, ვფიქრობ სხვა მეტი უნდა დააკლდეს. განვადებით რომ გამოვიტანო. ამას ანუ მაგდენ სხვა აღარ გამოვიტან რეალურად ამ 1000-ს გადავიხდი, 1000 იმედი მაქვს იქამდე. შეიძლება მეტიც ნახოთ, არ ვიცი. როგორ ვიმუშავებ იმის მიხედვით. ხო და ყველაფრიდან ვდებ ხოლმე, ჩემი ხელფასიდან, სამსახურის იქ, ჩემი ბაღიდან, YouTube-დან, ანუ ყველა მხრიდან ვანაწილებ ხოლმე რა. ხო და ის არის, რა ქვია, ამასობაში კი უცებ რაღაცა კარგად მომიგროვდა და კიდე მომიგროვდება, რა თქმა უნდა და სრულად გოგოები 1000 რო ეგრევე, მე ძალიან ბევრი დამატება აღარ დამჭირდება, მაგრამ ანუ რეალურად აი წრომანებში კიდე ცალკე მეხარჯება ხოლმე, უნდა დამეხარჯოს. წრომანს რო ვეძახით, მაგრამ იდეაში ეგ ხა წრომანი ნამდვილად არ არის. რაც ტელეფონისთვის არის საჭირო, თქვენ ხო იცით უკვე ყველაფერს ცალკე იყიდება. მოდი დედა შენი ხლოპი არ არის და ას მამას აუტან და ჩამოვალ. გამარჯობათ. თვითონ მშვიდობისა. ნახე. ეს გამპრენჭულებია. თუ ეხლა თუ არ იცოდით.
აი ეს გოგო რო გავრანტო ესაც კი ლამაზი კაბაც არაჩვია მაგრამ ლამაზი კაბაჭკით აი არ მიჯერებს არ ჭამს აწმაის მაგრამ ნახე ჩუდი გოგოა და აი შექმესაც კი არ ჭამს აი ეს კი უნდა გავაჭითრო მაგრამ ეგ სიტყვაც კი არ ვარგა ოხედა აი მიჯერებს აი ყველა გოგო მიჯერებს აი ეს ეს არ გამოხვიდი აქეთ არ გამოხვიდე აი მე გოგოებო ამ ხელა კონტეინერი გამიტყდა ერთი წუთი დედიკო მე გოგოებო გული გამისკდა უზარმაზარის კონტეინერი რომ მინის ყველის უცებ ხელიდან გამისკდა აქ რა ამბავი იყო ვერ გეტყვით ენ რაოდენობის წვრილი ნაყეხები რა მოხდა მე ეგეთი საქმე კი არ ნახია მაგრამ მეცი რა აი მეცი გამახსენდა აი ახლა არ ვიცი არ გამიგონია კიდევ კარგი გოგოებო რომ ფეხზე არ დამეცა ჩათვალეთ ფეხს მომტეხდა აი ჩათვალეთ იმდენად მძიმეა ის კონტეინერი იყო უფრო სწორად აი მე შარო საიდან მოტეხა ჩადი გატაპენჭულია რა თქმა უნდა ყველიც გადავაგდე გოგოებო იმიტომ რომ ის წვრილი რაღაცეები შემეშინდა რომ აი მე და ვერ ვსუნთქავ არ ყოფილიყო იმაში კიდე კაი მეგობრებო თან კიდევ კარგი რომ არისო იქ არისო კიდევ კარგი ესაუბრე და მოვალდე და კარგი რომ ჩამართვევინებ უნდა ესაუბრო საყვარელი მიყვარხართ ბავშვებო მიყვარხარ ბავშვები აი ვინმე გატყოს ჩემი თებში აი კი არ ვიცოდე Puntos. Arabes, ვისაუბრებ. კარგი მიქნია. კიდე კაი. რაც მოხდა? გული მწუხს ეგრევე. გული მწუხს. აი. დედი კვარ ჩახარ გამოწია ეგ ჯამი და აი რომ დამეჯახოს. იქნება თავი გაიწეხოს. რაშიში ვჭამენ ეტა იცოდეთ რა. ჩვენე სათამაშოები? კი. всё, მორჩიდე საუბარ შენ? კი. შეიძლება მობილური ავიღო? კი, რა თქმა უნდა. გოგოებო, რა მომწონს გეტყვით? რა მიყვარს ძალიან? მოიცა მოვიტანო. მოგდით. იმაში როა, წათხში როა ხოლმე, აი უკვე ძალიან დამტროული ყოლის ნაწილები, ხო იცით? აი უკვე ის როა რა
ძირში რო ყრია ხოლმე რაღაცნაირი. ყველაზე გემრიელი ჩემთვის არის აი ეგ. აი ეს წვრილები მოიცათ. აი ეს ნატეხები რო ყრია, გიჟდები. მარიამ, ის გოგონა და ბიჭი რო იწყებდნენ წიგნებით რო გამორბოდნენ, ვის უძახდნენ? თავზე გადაბრანჭულიო? დედა, კიდევ რო უძახდნენ, ვის უძახდნენ? წიგნებით რო გამოვიდნენ. გოგონები და ბიჭებიო. მაგას ეძახდნენ და გამოდიოდნენ დე? და ანბანი იმღერეს, ხო დედა? აჰა. კიდე რას ამბობდნენ, რა სიტყვებს ამბობდნენ დე? ამლეს თლიდა ჭერში აჭყოტა ვინც ჩხურებს შენჭამ და თავში ჩასხებდა. აჰა, მოგეწონა დედა? კი, ეს სიტყვა ძალიან რთულია. რთულია დედა, კიდე რას ამბობდნენ დე? არ გახსოვს? ბე, ამას ამბობდნენ? ბეკეკოები, ხო დე? ბეკეკოები. დედა, კომბლე მოგეწონა, ბეკეკოები, მგელი, მელა, რომელი მოგეწონა? დათვი მოგეწონა, უშიგინოცვა. და ბეკეკოები. ხო დე, მგელი? მგელიც კი. მელაკუდები? კი. მოგეწონა, აჰა. გაგიხარ და მე რო დამინახე? კი, რა თქმა უნდა. შენ ვისთან იჯექი დე სკამზე? ჯანიანთან იჯექი? აჰა, ძალიან კარგი. მე როგორ მიყვარს გეტყვით. ანუ ცოტა მშრალი უნდა იყოს, ოღონდ წვენი უნდა გქონდეს აუცილებლად. იმიტომ რომ ნახეთ, ესე რომ ამოვიღებთ, ესე რომ დავახლებ, კარგად, ამას რომ მივირთმევ, მე მიყვარს ხოლმე რომ წვენს ვაყოლებ. აი ეს წვენი მიყვარს ძალიან. ძალიან გემრიელია. ძალიან. კი, გინდა? არ არის სასარგებლო მაინც და მაინც. გინდა? წვენი? ხო, გინდა? გინდა წვენი, ხო. ერთი კოვზი მეტი არა, გასინჯავ, გინდა? კარგი, მარტო ერთი. ძალიან პაწაწუნათან. მორჩა? კარგი, დედიკო. წადი. ჯვარზე ნუ გამაკრავთ ადამიანი, რომლებისთვისაც ვაიმეს რა გაუკეთა ბავშვს. რო იცით ხოლმე მეგობრებო, ეს ისეთივე შხამია, როგორც ხანდახან რო კოკაკოლას მიირთმევენ ბავშვები, ხანდახან რო იმას მიირთმევენ, ხანდახან რო ამას მიირთმევენ. ასე რომ მირჩივნია ის ძალიან ცოტა გავასინჯო და არ ქონდეს ის რომ მე აი ეს მომენტი არ ქონდეს, ვიდრე ყველია აი ფანტასტიკური. ხელსახოცი მოვიტანოთ. ხელსახოცი დაგვიწყდა დედი. დედის გულის წამალო ხელსახოცი და გავიწყდა. ამის დავიწყება არ შეიძლება. აი რატო არ მივკეტი ახლა და ვახრიხინებ იმ რაღაცას. აღარ არის წვენი დე ამაში. ხო მიირთვი უკვე ერთი კოვზი დე. დე ნახე, ეს არ არის სასარგებლო დე. უბრალოდ გაგასინჯერო ხცოდნო და სასარგებლო არ არის დე. არა, წვენი. არა დე. არა. არა. გინდა სხვა სუპი გაგიკეთო? კარგი. ეს არ არის კარგი, ეს სასარგებლო. გინდა კვერცხი გაჭამო დე? გაკეთებულია. გინდა? კარგი, წადი მაშინ ითამაში საყვარელი. ყველა რაგავი ბავშვებს რატო მოწოდს და დიდებს. რა გავაკეთო? და ის არ არის სასარგებლო. სასარგებლო არ არის და ანაკომი არ არის სასარგებლო. შევთანხმდით? კი, წვენი არ არის სასარგებლო. არა. აი მე ისე მიყვარს რომ ამის საცოდაობა მომკლავს ხა ამ დღეს ამხვალ. კაიდე, ნუ მიყურებ, კარგი ჩემო საყვარელო, ითამაში, შევთანხმდით? კარგი. კარგი.
გული დამწყები ყოლის კონტეინერზე, იმიტომ რომ მინა იყო, ტევადი იყო. კაი კი ვიყიდი, მაგრამ რატო რომ მქონდა? ყურადღება ვარ. ის თავსახური არ იყო ეთყობა კარგად დაფარებული, იმიტომ რომ მანამდე კიდე ამოვიღე რაღაცა ნაწილი ყველის და მამასთვის და ეთყობა მე უცებ გუშინ ტრანსპორტში მითხრა ეთქვა ქალბატონმა არც ვიცოდი ეს ამბავი არც გამიგია ჩემსკენ ცოტა იქით ქუჩაზე ანუ ჩემთან არა ცოტა ჩიხში მე არ ვიცნობ ნამდვილად იმ ოჯახს 5 თუ 6 წლის ბავშვი მოკლა დაამდა გადააგდო წყალში ნახევარ და პატარა იზრდებოდა მამასთან და წასული იყო დედასთან სტუმრად და 16 წლის გოგონამ არ ვიცი რა მოხდა და არა ამხელა სიბრუტე ქონდა ამ ადამიანს ასეთი მაგრამ ფაქტია რომ ეს ბავშვი ახლა არის გარდაცვლილი და ზრდიდა ბებო და მამა ნუ ოჯახში ზრდებოდა და ყველაზე დიდი ამაგი აქვს ბებოს როგორც ხრეს და ღმერთმა გამძლეობა მისცეს ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ბავშვს ზრუნავდა წარმოუდგენელი სისასტიკია მე აი ბოლო პერიოდში არც კი გამიგია მსგავსი რამ სიმართლე რო გითხრათ ასეთი ნუ აი ახლო ჩემს ირგვლივ მსგავსი არაფერი გამიგია თბილისში არ ცხოვრობდა დედა ცხოვრობდა ბათუმი ქობულეთი არ ვიცი მოკლედ იმით მხარეს მგონი ბათუმში არ ვიცი და არც აქვს ამას ხა არსებითი მნიშვნელობა ფაქტი არის ის რომ ალბათ მეტი ძალიან დიდი სიყვარული უნდა ჩავდოთ ჩვენს შვილებში რომ რაღაცნაირად უნდა ვაგრძნობინოთ რომ ეს სიყვარული ეს ყველაფერი მისთვის გვინდა ისინი არიან ჩვენთვის მთელი სამყარო მთელი ცხოვრება რითაც ვუნთქავთ ფეხზე ვდგავართ ანუ სიყვარული უნდა დავანახოთ აი ყველა ნაბიჯზე უნდა გრძნობდნენ ბავშვების სიყვარულს მე არ ვიცი 16 წლის გოგოს როგორც თქოს 16 წლის გოგოს ეს ყველაფერი საიდან წამოვიდა მაგრამ ფაქტი არის ერთი და არის ძალიან მძიმე ფაქტი და მთელი გულით ვწუხარ წარმოუდგენელია არ ვიცი როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო როგორც თქოს ეს გოგონა დაიჭირეს და რა თქმა უნდა დაიჭირდნენ მე არ ვიცი როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა 16 წლამდე რომ ამ ხელა ზისხი სიძულვილი ქონდეს დაახრჩო და მე კვალის ამ ფარვის მისდით წყალში გადააგდო ანუ უბრალოდ ვერაფრით ვერ დავლაგდი ეს ამბავი ვერ დავალაგე ანუ თავში არ ვიცი ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში რაც ხდება და ძალიან მასიურად ხდება უკვე ბევრი მკვლელობები ოჯახის წევრების და ძალიან სამწუხაროა იცი წვიმს რანჩდება ცისარტყელა მერე ზეპირსებანს მათლაივანს ზაცრის წვიმა გვახარებს ცისარტყელას ქვეშ გაჯვარეთ მალე გაგდით პატარებს ეცბრით რომ ვიზოლებდით ყველა ტყებებად ხერით ეს ხო მე ვარ ცისარტყელა ბრავარ ხევთან ფენი ოჯახ დედა რა კარგად აგიმახსოვრებია ბრავო ჰაი ხალხო ახლა ერთი 37 წუთია ხო ვდგავარ და ვფიქრობ თქვენ ხუშით მე ყავასთან მიყვარს ფიქრი აჰა ხალხო ძალიან დიდ ვარაფში ვარ გადავარ ახლა როდის იყო გოგო აი რა ეგარა ისა 3 დღის უკან გავყევი იმას
ჩემი მეზობელია რა ერთი გოგოა და გულითადად დამირეკა დამთხოვა რომ ტრენდულუ ქუდოდიო გამომყევიო რა ვიცი ხალხო ქმრის შენარჩუნება დომები ახლა მათეთ ქმარს მე ხო მოკრავდი და არ დავასაფლავებდი მაგრამ რა ვიცი მე ქუდოდი ვერ იზნაზოა ხო გავუძეხი ახლა Facebook-ზე მოვძევნე ფასდაკლებით მკითხავი ხარ რა ვიბარბერინებდა ხალხო მაგრამ რა ვიცი ახლა მთხოვა და ის ხო არა ქვია გავყევი რა ადამიანური თვალსაზრისით გავყევი მეუთხარი მიარბი და შეშედი რა უნდა ველაპარაკოს მეუთხარი აქე დავულაგებ ცხოვრებას ანბანის მიხედვით ხო ამან წაიღო სურათი და გძეტათ აი აყრებული ქვი ზედა მაგას რაც გიდა ჩასება იდაყროლდება თვითონ აი ყარს რა მოღალატე კაცი ყარს ხოდ შევიდა იმან უთხრა დაინახა თუ არა სრაზუ ამა დაიწყო ტირილი დებილმა იმანა დაბა კაცის გამოტირი ხარ სრაზუ მიაჯახა ხალი ამბავი მეუთხა დედა როგორ გამოიცნო ხოდ ამანაც გადმოულაგა სურათები ქმრის რა ვიცი ტკბილი მოგონებები ყველაფერი დაულაგა დაუწყრივა ისტორიები მოუხვა დიჟე კითხავთ ჩვენცავედით მაგრამ ყველაფერი მოუხვა წინასწარ მე უთხარი კლიტე დაადე მაგრამ ვერ დაადო რა ვერ არის ეს ვერ არის კარგად რა ხალხო ახლა დებილი ქმრის შენარჩუნებაზე როინბე ხო შეხვევი რახა და ვის მოხობა ის ვერ არის ხო ჩვენში დარჩით ზედა ხო იმანაც უთხრა რომ ის არისო აბა რა ვიცი უნდა ვილოცოვო რა დაემხოვო ამ იმასაო ზედასო ერთი ორი წუთი გაითიშაო მე ვთხარი ლოცვის გამო გაითიშა თუ ქმრიზე და რო ყანდა რა ვიცი და ყანდა მაგითო გაითიშა მე არა ლოცულობდა კაი ვთხარ ლოცულობდა კლიტე დავადი ხოდა რა ვიცი რა იმეცი და მე ვთხარი რა ვიცი და ხაშ ლოცულობდა რა იყო ხარ საგვარულოზე ხო ლოცულობდა მე ვთხარი ეთკადი რა თუნდა 7 საათი ლოცვა შევულოცო რომ გონზე მოეგოსო ქმარიო ხოდა აბაო უნდა ჩაიცვასო ესა ზედაო წამოვედით ახლა ბედნიერი სახეები დედა ვიბრუნებთ ქმარს ბედნიერები მოვდივართ უკეთესო დაბრუნებული ვყავ ხოდა ამანაც გადმოუღო ეგზე და რომ აბა ჩაიცვი ქმარო სიყვარულის კუნწულო ხოდა წადისა რა ვიდეოსაც მიეხირებდი რა იცი ვიღაცა იმას ამბოს თან თორე ახლა მაგასაც ორმოვლი არავინ ალბათ ლადახევარ სიხთის კალს რა იცი მეტი ახლა მაგასაც ვინ დაჭება გაფიცებს მამიდაიშვილებს ხო აჰა კაცი არა რა ვიცი არ არის აქ არაფერი არ არის რო შევადო აჰა კაცი თოკი აჰა კაცი ხო არა უთხრეს მაგზედის ხასიათი არა ვაი მე დავკარგეთ ქმარი ახლა გავიდა მეორე დღე წაეთა იარა მოვიდა ხოდა დოდი მირეკა ვერ მაცმევ რა ვქნა შვილოცოლი შეკარ მე ვთხარი და მე ყوار ვეძის გილავები რომ ჩავაძვა ხო მე ყوار დაურეკა რომ ძალიან გევედრებით ახლა დასაცმელი ჩაიშვი რატომღაც გავიდა ერთი კვირა ვერ მაცმევთ კაცი დას არის მე არ უნდა რა ახლა ის მწვანეზე და გაფიცეთ მამიდაშვილებს კარო ვერ წამოიღე შავიზე და აწითელიზე და რა არის ის მწვანე მე ვთხარი ხო არ უნდა კაცის მწვანე ამოვიდა ყეჭი კანეთი მწვანე ხოდა და ერთი დღე ჩაიცვა როგორც იქნა აი მე გადმომეტანა პლეტკა შოკოლადი ისა ლიქიორი რაღაცები აბა ავღნიშნოთ რომ შოქვარჯახში დაბრუნდა რა ზედა ჩაიცვა მობრუნებული არ გვიდახავს მაგრამ უკვე ჩაიცვა აი მე ხალხო მაგ დღეს არ შევწრებოდი და ეგ ლიქიორი არ დამირა აი პლეტკა არ მეჭამა რა სეკონდილად მიდოდა აღარ მოვიდა სახში ბაი დაუწერა წერილი ახლა კაცი მაგისგან ახლა ხელოდა გაგჭირ მამიდაშვილებს აბა მივდივარ სახლიდან რა შეთუვიდა და ჩთუვიდა წადი სადმე თუ შეგხვდი ხო აქედა ხუთხლაშას გაგადენიებ და აქედა მოგაყოლებ აი ესე უნდა გათამაშო მე უთხარი შულო გილოცავ რა სიკუთილად გიწოდა გენერატი მე უთხარი ხო რა ვიცი ტირის ახლა მე უნდა მკითხავ და გამყევი უნდა დავჟეჟო აი მე უთხარი შეიჭირი მე ის მოკო ქვეყნიდან არის გაქცეული ხალხო აი ვიცი ამერიკა ასილარი გადაიხადა
მერე ნალოც ზედაში კიდე რო ილოცა და დამხობილი იყო ერთი მაგაში 50 ლარი დაამატა რაღაცა სათლები იყიდა რა ვიცი ნალოციაო ყველაფერი ხდა და ქმარი მაინც გაიქცა აჰა მოდი და ედი ახლა იმას ჭხიბავებს და Facebook-ზე ფაილ დაკლებით წავედი და ფაილში დაკლებული ვიყავ შევახტი კითხავს ხახაში აჰა წავიდა ქმარი ბაი ქმარი საშო წარკვეთილი მაშინ დავწერე როსასო მაქვს ვიდეო წარკვეთილი ხო და ეთყობა უნახია იქა ჩემი კომენტარი და დაუბლოკივა ვაფშე ვეღარ ამწერ ესეც მაგ რენი ბაუები მიხდება გოგო